უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკებები და კამათი, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მომდევნო კვირიდან უკვე საბოლოოდ გადაინაცვლებს საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში. დეპუტატები პრეზიდენტის უფლება-მოსილების შეზღუდვის საკითხის განხილვას დაიწყებენ და შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებას მომდევნო კვირაშივე უყარონ კენჭი. ჩვენ ამ თემაზე ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბრის ბოლოს ვისაუბრეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა პირველად გააჟღერა ეს ინიციატივა, თუმცა საკითხის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე მე კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რას გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელმაც ასეთი დაპირისპირება გამოიწვია. ჩვენს გრაფიკაში პირობითად არის გამოყენებული ორი ფერი, წითელი აღნიშნავს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ლურჯი კი კოალიცია ქართულ ოცნებას. სიტუაცია ამჟამად ასეთია. საქართველოს ყავს პრეზიდენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ჩვენ ყავს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დაკომპლექტებული ქართული ოცნების წევრებით და მხარდამჭერებით და მოსახლეობის მიერ ოქტომბერში არჩეული პარლამენტი, რომლის უმრავლესობაც ქართული ოცნებაა, უმცირესობა კი ნაციონალური მოძრაობა. ამჟამად მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტს შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სრული შემადგენლობა და შესთავაზოს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და ახალი სამთავრობო პროგრამა. თუ მთავრობა ქართული ოცნებისთვის არასასურველი კანდიდატურებით იქნება დაკომპლექტებული, ბუნებრივია პარლამენტი მას მხარს არ დაუჭერს და ნდობას არ გამოუცხადებს. პრეზიდენტი ხელახლა შესთავაზებს პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას და ამას ქვეყნის პირველი პირი მაქსიმუმ 3-ჯერ გააკეთებს. თუ პარლამენტი 3-ჯერვე უარს იტყვის პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადებაზე, მაშინ ქვეყანაში ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო კრიზისი დაიწყება. რა მოხდება ამ შემთხვევაში? ამჟამად მოქმედი კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია უკვე პარლამენტის თანხმობის გარეშე პირდაპირ დანიშნოს სასურველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ლოგიკურია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომხრე იქნება. ხოლო პრემიერ-მინისტრი თავის მხრივ პრეზიდენტის თანხმობით დანიშნავს მინისტრებს, რომლებიც ბუნებრივია აგრეთვე ნაციონალური მოძრაობის წევრებით ან მხარდამჭერებით იქნება დაკომპლექტებული. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, თუ მისი არჩევიდან უკვე 6 თვეა გასული და დანიშნავს რიგ გარეშე არჩევნებს. კარგად დააკვირდით, რომ ხელისუფლებიდან სრულიად გაქრა ლურჯი ფერი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს აძლევს საშუალებას ფაქტობრივად ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ხელისუფლებიდან მთლიანად ამოშალოს მოსახლეობის მიერ უმრავლესობით არჩეული ქართული ოცნება. სახელისუფლებო კრიზისის დაწყებიდან რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვე გავა და ამ თვეების განმავლობაში ქვეყანას ისევ ეყოლება პრეზიდენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, პრემიერ-მინისტრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან და მთავრობა დაკომპლექტებული ნაციონალური მოძრაობის მომხრე მინისტრებით. და რაც მთავარია, ამ პერიოდში საქართველოს საერთოდ აღარ ეყოლება პარლამენტი. ქართული ოცნება სრულიად გაქრება ხელისუფლებიდან. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების პროცესი კი მთლიანად ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში ჩატარდება. სწორედ ამ სურათის შეცვლას ემსახურება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის განხილვაც პარლამენტში მომდევნო კვირიდან დაიწყება. თუ ეს ცვლილება ძალაში შევა, მაშინ პრეზიდენტი ვეღარ შეძლებს ერთდროულად მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნას და შესაბამისად ვეღარ შეძლებს ქართული ოცნების ხელისუფლებიდან მთლიანად ჩამოშორებას. პრეზიდენტს ექნება პარლამენტის დათხოვნის უფლება და აგრეთვე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვის უფლება, მაგრამ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ის ხელს ვეღარ ახლებს. მოქმედი მთავრობა ხელისუფლებაში დარჩება ახალი პარლამენტის არჩევამდე. როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფლებაში უკვე ორივე ფრთა რჩება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის სახით და კოალიცია ქართული ოცნება პრემიერისა და მთავრობის სახით. მთავრობა შეიცვლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსახლეობა ახალ დეპუტატებს აირჩევს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა სწორედ მოსახლეობის არჩევანზე იქნება დამოკიდებული. ვინაიდან? ისევ პირობითად რომ ვთქვათ, რა ფერისაც იქნება საპარლამენტო უმრავლესობა, იმავე ფერის მთავრობას გამოუცხადებს ის ნდობას. ანუ თუ არჩევნებში გაიმარჯვებს ქართული ოცნება, მაშინ ის კოალიციის მხარდამჭერებით დაკომპლექტებულ მთავრობას დაამტკიცებს და თუ ვადამდელ არჩევნებში გაიმარჯვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მაშინ მთავრობაც ამავე პარტიის მიმდევრებით დაკომპლექტდება.